2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომპანია მაგნატის მესაკუთრეს მოусმინეს ჯემალ ლეონიძემ დეტალურად გაიხსენა მისთვის ბიზნესის წართმევის ფაქტები. ისაუბრა ამ პროცესში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის როლზე. საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს. ბატონმა მამუკამ გაიკვირვა და სამდივნოს კითხა საერთოდ რა კავშირი ჰქონდა მას მაგნატის საქმესთან და შესთავაზა სამდივნოს, რომ წერილობით ეცნობებინა ყოველივეს შესახებ. სამდივნომ ბატონ მამუკას ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა წერილობით იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11 საათზე ბოდიშვიხტი სხდომაზე. ის რა თქმა უნდა გამოცხადებული არ არის, მაგრამ ასევე მან სულ რამდენიმე წუთის წინ, მაშინ როდესაც ბატონი ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა Facebook პოსტის დასანანია, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ბატონი ჯემალ ლეონიძე ამდენი ხნის განმავლობაში ამ ყოველივეს კიდევ მორიგჯერ უკვე სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არაპირებს. მინდა შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული. არის ასეთი მუხლი ნომერი 349. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ვინ არის მომხრე, რომ ჩვენი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და უკვე ცალსახად უარის თქმის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის. ვინ არის მომხრე? ბატონ ბადრისთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც ახლა ირკვევა, უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეზე. ბატონმა ბადრიმ მას შემდეგ, რაც სამდივნო დაუკავშირდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს, იმავე ნომრიდან შესულ ზარებს აღარ უპასუხა. ბატონი ბადრის მისამართზე ფელდეგერი გამოცხადდა გუშინ დილის 9-ის ნახევარზე. კარი არ გაუღეს ფელდეგერს. ამის შემდეგ ფელდეგერი მივიდა ლელოს ოფისში, სადაც ბატონი ბადრი ჯაფარიძე ჯერ არ იყო მისული. წამოვიდა ფელდეგერი და კვლავ მივიდა დაახლოებით 1-დან 2 საათამდე გუშინ და ბადრი ჯაფარიძე უკვე იყო ლელოს ოფისში. თუმცა მან არ ისურვა ფელდეგერთან კონტაქტი და ფელდეგერთან სასაუბროდ გამოაგზავნა მისი იურისტი და თუ არ ვწდები თანაშემწე. და მათ განაცხადეს, რომ ბატონი ბადრი არაპირებდა ამ შეტყობინების ჩაბარებას. განა რა შეკითხვა უნდა დაისვას აქ ისეთი, რომ არ გინდოდეს კითხვაზე პასუხი და საციხოდ გაიხადო საქმე. ამიტომ ხომ არ მივცეთ ბატონ ბადრის, დარწმუნებული ვარის ჩვენ გვისმენს დამატებითი დრო და შევთავაზოთ, რომ 2-დან 3 საათამდე დღეს თუ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს ლელოში 4 საათამდეც მივცეთ დრო, რომ გამოცხადდეს. გასაგებია რა კითხვებიც უნდა დაისვას და რატომაც არიდებენ თავს. ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტში, ჩვენ არ ვართ ხათუნა კალმახელიძის ნომერ მერვე დაწესებულებაში, ხომ? შესაბამისად, განა რა უნდა ვიკითხოთ ჩვენ ისეთი, რომ ადამიანმა პასუხი ვერ შეძლოს. დღეს ბატონმა ჯემალმა რაც ისაუბრა, იქ გამოიკვეთა სხვა გვარებიც და სახელებიც. და დღის ბოლოს ალბათ პატარა სამუშაო შეხვედრა გავმართოთ და იქნებ გადავწყვიტოთ, ხომ არ არის TBC ბანკიდან სხვა პირებიც მოსაწვევი. ვინ შემოთვალა, რომ ლეონიძე გაჩერდესო? დავით გეზერაშვილის მხრიდან. თუ შეძლებთ, რომ პატიმრობის შესახებ გვიამბოთ. გდანში ვიყავი 1 წელიწადი. მომიწია ეგრეთ წოდებული კარანტინში 25 კვადრატულ მეტრა იმაში, რა ქვია, ფართში, სადაც 2 სართულიანი ისიდგა, რა ქვია, საწოლი ვიყავით 40 კაცამდე. აი ამ 40 კაცის ნასუნთქით, აი რომ ვერ სუნთქავდნენ, ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი. ეს ბიჭები რომ სინთქვა რომ უჭირდათ, ეხა წამალს მიმიცემდა იქა, ხო? 3 თუ 4 ცალი ნახვრეტი ქონდა იმ კარებს დაბლა.
იქ ცხვირით მისული და სუნთქავდი რომ არ დავიხჩოთ. რუსთავში მოხდა ესეთი ეპიზოდი. სტუდია მონიტორმა მოახერხა და გააკეთა ჟურნალისტური გამოძიება ჩემზე. ჩვენება დაიწყო ობიექტივზე, მომკიდა ხელი და გამიყვანა თანამშრომელმა. დირექტორი იყო ცხვედიანი ვაჟა, ახალგაზრდა კაცი. ამიყვანა იმასთან, ნუ ახლა რატო ამიყვანდა? იმიტომ რომ სახელმწიფოს ერჩიო, ხომ? ახლა იმას ჩემი ის რა შეაინტერესებდა, რა? და იმ ფილმში ისა შერეულად იყო სახელმწიფოს და ბანკის ბრალი ჩემს მიმართა ყველაფერი. ჩაათრიეთ იმაშიო, ადინოჩკაშიო. ბოლოდ 10 დღე ვიყავი იზოლაციაში, არავინ რომ არაფერი არ იცოდა და დამხვდა ორი პიროვნება. ერთი მეორე სისხლს უწმინდავს იმაზე, ნაიარევებს. ის ერთი პეტროვი იყო გვარად, მე თუ არ ვცდები, რუსთაველი. ბიჭი, რომელიც ნაცემი იყო იმ დონეზე, რომ ჩამოკიდებდა წვეთავს. ბოლოს იმ შეთანხმებით, რომ მე არავისთან არ ვიტყოდი ამას, არავის არ ეცოდინებოდა არც გარეთ და არც შიგნით, რომ მე სად ვიყავი, გამომიშვეს. ეს ქონება ჩაუვარდა ხელში TBC ბანკს და მე როგორ მოხდა კეზერაშვილის ხელში? დაკვეთა იყო სპეციალური კეზერაშვილისა TBC ბანკის მესვეურების მიმართ. დაში ჭარეული იყო ადეიშვილიდან დაწყებული სულ ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმ ქმედებებს, რომლებიც მაშინ განხორციელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებების წინააღმდეგ, მარტო კეზერაშვილი და მარტო ხაზარაძე ვერ მოაგვარებდნენ. საპატიმროში თქვენთან ამბობთ, რომ თქვენი ქონებები ხანვიზე ფორმდებოდა კომპანიაში. ვინმე არ შემოდიოდა ან თანხმობა თქვენთან, ან მოლაპარაკება? შემოდიოდა ადვოკატი. იყო შემოთვლები ერთ-ერთი შემოთვლა. მე რომ ამ ჩემ კრედიტორებზე დანარჩენი აქციები გადავაფორმე და მე დავიტოვე 25% ჩემ სანდო პიროვნებაზე, მიადგენ ამ კაცს. ესწრებოდა იქ როინ მიგრიაული ადვოკატი. ესწრებოდა სხვა პიროვნებებიც, რომ ბუცხრიკიძე თვითონ TBC ბანკის ოფისში. აი ესე ხელით 25-დან 20%-ს გადმოაფორმებთ, თუ არა და მაინც მიგვაქვს ყველაფერი. რატომ უნდა TBC ბანკს ჩემი ქონებების წაღება? რისთვის სჭირდებოდა? არც ამ პროფილში მომუშავე იყო, არც კადრები არ ყავდა. უნდა იმათ რომ წაიღო, გააუფასურა ჩემი ქონება, მიიყვანა გაკოტრების ზღვარზე და მერე დაარქვა ის სახელი, რომ ღმერთი გამომიჩნდა კეზერაშვილიო. რომ წაიღო, თორემ დაღუპული ვიყავი. არწმუნებული ვარ, საზოგადოება დაიჯერებს იმას, რომ კეზერაშვილს უნდოდა ეს ბიზნესი და არა, თქვათ, მოეწონა ფერები ჯაფარიძეს. კეზერაშვილი ბოლოში კი გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა სულ თავში. სანამ ბანკები დაიწყებდნენ თქვენთან აი ესეთ დარღვევით მოქმედებებს. ბოლოს ვის ხელშიც აღმოჩნდა ქონება, შემკვეთი ხომ? არა, შეიძლება სხვა იყო და ამის ხელ, რასაც ხაზარაძე ამბობს, რომ მეო გადამარჩინაო კეზერაშვილმა, თორემ ბოდიში და შეტენილი მქონდა ეს ქონებებიო, ასე იყო, ეს ვინმე შეიძლება დაიჯეროს? ეს იყო შეკვეთა, დაკვეთა კეზერაშვილის, უნდოდა ეს გასამართი სადურები, არ უნდოდა ფული გადაეხადა ჩემთვის, რახან ალბათ მაშინ უარი უთხარი და გააკეთა ის, რაც გააკეთა. TBC ბანკმა მოამზადა შეთანხმება და ეფორმებინა ბუჩუკურს აღნიშნული და ბოლო 5% კონკრეტულად TBC ბანკის წარმომადგენლებისათვის. რაღაცა პერიოდის შემდეგ შემოდის ამ მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, ოთახში ბატონი ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს, რომ თუ ეხლა ამ შეთანხმებას თქვენ ხელს არ მოაწერთ, მოკლედ ჩაიშლება ეს მოლაპარაკება და ეს 5%-იც არ დაგრჩება. ამ შეთანხმებას ხელს თუ არ მოაწერდა, რა ბერკეტი შეიძლება ქონოდა ეხლა კომერციული ბანკის დირექტორს, ანუ ისი მუქარის საშუალება ქონდა. თუ გაგიშთათ ეს შეგრძნება, რომ მის უკან როგორც ჩანს რაღაცა ძალები იყვნენ, რომლის ასე ვთქვათ, იმედადაც ბატონი ბუცხრიკიძე აი ამ ულტიმატუმს აყენებდა. გარკვეული შეფასება შეიძლება ადვოკატმა გააკეთოს და ეს შეფასება მან თავის თავში გააკეთოს, მაგრამ იმ მომენტში ბატონ ჯამალისგან მქონდა, ასე ვთქვათ,
მოთხოვნა მითითება რომ ამენაირად ჩვენ ეს 5% ამ 5%-ზე ყოფილიყო საუბარი და შეგვენარჩუნებინა. ვიცით რომ ეს გაკოტრების პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს და თქვენ ახსენეთ რომ ეს მოხდა ძალიან მოკლე დროში. 2007 წლის კანონი იყო ძალიან ცუდი კანონი, რომელიც ცდილობდა რომ სწრაფად დამთავრებულიყო გაკოტრების წარმოებები და ქონებები სწრაფადვე გადანაწილებულიყო ძირითადი კრედიტორების ხელში. როგორ შეიძლება კანონში ჩაწერო რომ 15 დღეში უნდა მოიძიო ესა ყველა ქონება და დაასრულოს წარმოება. როცა მაგალითად ჩვენ ხო გერმანულ მოდელზე ავაგეთ ეს კანონი, იქ ვადაც კი არ არსებობს, სანამ არ დაასრულებს და გაკოტრების მართველი ნოლამდე არ დაიყვანს თავის ანგარიში, რომ მე ყველა ქონება მოვიძიე, ყველა ქონება გავყიდე, გადავანაწილე, დარჩა 0, მხოლოდ ამის შემდეგ თავდება გაკოტრების წარმოება. და აქ ბატონ ჯემალი ციხიდან იწერებოდა, ითხოვდა რომ ნუ დაასრულებთ, იმიტომ რომ ქონებები გვაქვს. ეს თანხა რომ შემოსულიყო, გაკოტრების წარმოება დამთავრდებოდა შეწყვეტით, ანუ მაგნატი აღარ გაკოტრდებოდა. მრავალი წელი დავხარჯეთ და როგორც იქნა მივიღეთ სხვა ტიპის ნორმები რამდენიმე წლის წინ და ამისთვის თქვენ მინდა სხვებთან ერთად მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ როდესაც ხარვეზებს სწავლობდით თუ რა ხარვეზი აქვს გაკოტრების პროცედურას, ადვოკატების ჩართულობა, მათ შორის პირველ რიგში ისეთი ადვოკატების, როგორც თქვენ ბრძანდებით, იყო მახსოვს იუსტიციის სამინისტროს უწყებათა შორის საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ შეფასებას მისცემდით ამ საქმეს? სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, გულისხმობ სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. უბრალოდ მას არ შეარჩინეს, ჩამოართვეს ის ბიზნესი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ბიზნესი შემოსავლის თვალსაზრისით და კერძო პირს უბრალოდ არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ასე შემდეგ. მე, რა თქმა უნდა, ეს დაბეჭდილება დამჩა და ბატონ ჯემალი უბრალოდ გახდა მსხვერპლი აი ამ ბიზნესების ჩამორთმების